მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ წერეთლის ტერიტორიაზე წყლის არხში ჩვილის ცხედარი იპოვეს. ბავშვებმა ნახეს, რომ რაღაც იყო იმაში და ეგონა თოჯინა დააკვირდნენ და იყო ჩვილი ბავშვი ახალდაბადებული. დაურეკეს მილიციას, მოვიდა პატრული, შემოფარგლა და იმის მერე არც მიგვიშვეს და არც არაფერი არ ვიცით რა მოხდა. არც გვინახია საერთოდ. ხო, ეხლა წავიდნენ ნახევარი საათია წაიღოთ ცხედარი ექსპერტი მოვიდა ალბათ ელოდებოდნენ და წავიდნენ ჩვენ ახლოსაც არ მიგვიშვეს. არც ვიცით რა მოხდა. ვიყავი აფობელის 40-ში, აქ დარბაზი გვაქვს, ეგ ვიყავი და გამოვიდი და იყო ეს შემოსაზრული, მე რა ვქნა. აქ ცხოვრობენ ბიძაშვილები ჩემი, ერთი ოჯახი, მეორე მესამე ოჯახი. და კი ყველაფერი მოხდა და რომ მივედი, მithქვეს ეს ამბავია, პატარა ბავშვი არის, წიწარი ზედა აქვს. ნახეს და იყო შემოსაზრული და ახლოსაც არ მიგვიჩეს, არ მივიდი ახლა იყო რა. მე ამოვედი კიდე და ნახევარ საათია ერთად საუბრობთ და ქალბატონი და მოვიდა ნესტოზე რაღაცა და წაიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.